3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შეს თვილრაბა ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. ეს ჩვენი გადაცემა და ჩვენი გადაცემის თემა არის სოფელი ნაოზა და მათ ცხოვრები ოსიტაშვილების გვარი, რომლებიც ფაქტობრივად ამ სოფლის მფლობელები იყვნენ. დღეს ჩვენ ვართ სოფელ ნაოზაში, რომელიც მცხეთიდან სულ რაღაც 19 კილომეტრთაა დაშორებული, სულ რაღაცა 20 წუთის სავალგზაზე და მინდა მოგახსენოთ, რომ არის ძალიან ლამაზი სოფელია, ჯერ ისეთი ხედია და ესეთი გარემო აქვს ყველაფერი, რომ ესე იგი ამაზე ცოტა რამ რო არ გითხრათ ამ სოფელ ნაოზაზე ისე არ შეიძლება და მინდა რომ ეს სოფელი ერთ-ერთი ძველი სოფელია, უძველესი სოფელია საქართველოში 1359 წელსაა პირველად დასახელებული, მოხსენებული ისტორიოგრაფიაში და ალექსანდრე მეფის დროს. შემდეგ ალექსანდრე მეფის შემდეგ ესე იგი ხო იქ რა არის ესე იგი წერია რომ ესე იგი შეწირეს სოფელი, ეს სოფელი შეწირეს ესე იგი სვეცხოვლის ტაძარს. ეხლა მე რო აგიხსნათ ეს რას ნიშნავდა? სოფელი თვითონ სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დომენი იყო, საეკლესიო დომენი იყო საქართველოში და ყველაზე დიდი ესე იგი მამულები და სოფლები ქონდა სვეცხოველს. ეს ისტორიულად ასე იყო, იმიტომ რომ სამეფო დედაქალაქი იყო ერთ დროს და აქედან გამომდინარე დიდი უშველებელი ის ტაძარი, რომელიც არის დედა ტაძარია საქართველოს და საქართველოს ცხელგული ასვენია და ნამდვილად მართლაასია. ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი სვეცხოველში არის დაკრძალული და დასაფლავებული არის ქრისტეს კვართი, რომელიც ელიოზმა შემოიტანა იერუსალიმიდან და აქედან გამომდინარე ესე იგი ყველა ცდილობდა რომ ამ სოფლისთვის ესე იგი ამ სვეცხოვლისთვის შეეწირათ შესაძლებლობები და ესე იგი ლუთები რო აღევლიდა თემო ესე იგი სვეცხოველს შესწირა აი ეს სოფელი შესწირა. სოფელი სადაც შემდეგ ესე იგი 1558 წლამდე ისტორიოგრაფიაში ამ სოფელზე არაფერი არ არის ესე იგი ცნობილი, ხოლო შემდეგ ესე იგი სიმონ მეფემ ისევ განუახლა სვეცხოველს ამის შეწირულობის სიგელი განუახლა და აქედან გამომდინარე ესე იგი შემდეგ საინტერესო ის არის რომ ვახუშტი ბაგრატიონი ამ სოფელზე არაფერს არ ლაპარაკობს, საერთოდ ხმას არ იღებს. იონა ბატონიშვილს უკვე არ ახსენებია, მე-18 საუკუნის ბოლოდან უკვე იწყება ფაქტურად ამ სოფლის აღორძინება იწყება. ხო და იწყება ესე იგი განვითარება, ასე ვთქვათ. არის ეს სოფლის სახელთან დაკავშირებით არის რამოდენიმე ვარიანტია, რამოდენიმე ვერსია. ხო და არის ესეთი ვერსია თვითონ ამ სოფლის მკვიდრი მოსახლეობა გონია რომ ეს სოფელი მოდის აქ მე-19 საუკუნეში რუსული ყაზარმები იყო, სადაც ესე იგი რუსის ცხენოსანი პოლკი იყო დაბანაკებული და თითქოს და მე არ მინდა ამას სიმართლეს მივწერა, ეს უფრო არის არასწორი ესე იგი ინტერპრეტაციას აძლევს თვითონ სოფლები, ადგილობრივი სოფლები და ეს ფაქტურად უკავშირებენ ცხენის იმას რა ნაოს, რომელიც ჯარისკაცებს გაქონდათ და ხრიდნენ ესე იგი მინდროში კიდენ, მაგრამ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ მანამდე სანამ რუსები შემოვიდოდნენ და რუსები იქნებოდნენ, მანამდე ამ სოფელს ნავაზი ერქვა. ნავაზი, რომელიც არის ეტიმოლოგიურად რომ განვავრცოთ ეს სახელი ნავაზარია. ანუ ადრე როგორ ჩანს აქ ვაზის რაღაც ჯიშები გამოყავდათ და რაღაც ჯიშს ამრავლებდნენ. და აქედან გამომდინარე ეს შეერქვა ამ სოფელს შეერქვა ნავაზარი და არა ნაოზი. როგორც ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე ამას
აძლევს ამ დანიშნულებას აძლევს. ორივე სიტყვით გითხრათ იმ ნიშნულობაზე რა ნიშნულობაც ესე იგი საქართველოსთვის ხონდა ვას. უახლოესი კვლევიდან გამომდინარე საქართველოში აღმოჩენილია 8000 წლის წინანდელი ქვევრი აღმოჩენილი, სადაც ესე იგი ნახეს, ესე იგი წიწები ნახეს. ანუ ესე იგი სავარაუდოდ ღვინოს აყენებდნენ. ანუ ჩვენ 8000 წლის წინანდელი ისტორია გვაქვს, ვაზის ისტორია გვაქვს და ჩვენი ქართველი კაცი ადამიანი საერთოდ ძალიან ბევრ რაღაცას დაარქვა ვაზის სახელი დაუკავშირდა და თელ სოფლიოში მინდა მოგახსენოთ რომ თვითონ ღვინოც ქართული სახელიდან ღვინიდან არის ნაწარმოები. ძალიან ბევრ იმაში, ენაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ვას ძალიან დიდ პატივს საერთოდ სოფლიოში არსებული 2000 ენდემური ჯიშია. 2000 ენდემური ჯიში და 540 ქართული, ანუ მეოთხედი იმ ჯიშებისა, რაც ესე იგი სოფლიოში არსებობს, არის ქართული არის. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სოფელი სწორედ ამ ვასთან იყოს დაკავშირებული და ვაზიდან მოდიოდეს ეს ყველაფერი. ეს იყო მოკლედ ის, რაც მე თქვა ამ სოფლის თაობაზე, ეხლა მინდა ამ სოფლის ერთ-ერთი მეპატრონები და მებატონები იყვნენ ოსიტაშვილების გვარი იყო და მინდა ამ ოსიტაშვილების გვარზე ოღონდ თქვა ვიჩავალ და თვითონ ოსიტაშვილების აქ არის ოსიტაშვილების ნასახლარია და არის კიდე ციხესიმაგრე, რომელიც ოსიტაშვილებს ეკუთვნოდა და მინდა პატარა აი ადგილიდანაც ესე იგი რაღაც მოგითხოთ ცოტაოდენი რამ თვითონ ოსიტაშვილებს და მათ ციხესიმაგრეზე. ეხლა მინდოდა მომექცენებინა თქვენთვის და გამეცნო აი ამ გვარის ოსიტაშვილების გვარი, რომლებიც ესე იგი აი ამ სოფლის მებატონები და მეპატრონები იყვნენ, ამათი ისტორია. ეს გვარი არის საკმაოდ ძველი გვარია. საღაცა მე-17 საუკუნიდან არის ნახსენები პირველად ეს გვარი ისტორიაში. მე მინდა აგერ პირველი ისტორიული ცნობა არის 1669 წელს. მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი წილკნის საწყისში შედიოდა საერთოდ ეს სოფელი. არაგვის საერისთავოში და ფაქტიურად არაგვის ერისთავების და წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა და თვითონ ეს გვარი ოსიტაშვილების გვარი იყო, ესე იგი აზნაურული გვარი იყო. იყვნენ სამეფო ტახტს აზნაურები იყვნენ და ესე იგი შესაწირი დაუშვათ ეკლესიას, ანუ იმას საწყისოს წილკნის საწყისოში შექონდათ რაღაც გადასახადი, აგერ მე გეტყვით, წაგიკითხავთ უბრალოდ ამონარიც წაგიკითხავთ, ესე იგი როგორ აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ესე იგი უნდა გადაეხადათ საწილკნებლო მთელი ნიშანი შეკაზმული ცხენი, ორი წასახური, ქალზე საწირავი, ქალებზე მამაკაცი ცალკე იხდი და ქალი თუ გარდაიცვლებოდა დაუშვათ ოსიტაშვილების გვარი და მაგაზია ლაპარაკი ამ სამუჩი. ნიშანი, ტყავი, ტოლომა, კაბა სარტყელი, ღილი და ბეჭედი. ესე იგი ერთ-ერთი სამუთი კიდე რომელიც 1679 წლის სამუთითაა დასამუთებული. ეს არის შაჰნავაზის პერიოდია, ანუ ესე იგი ვახტანგ მეხუთის მეფობის პერიოდია. ერთ-ერთი ოსიტაშვილი, ანუ ფარსადან ოსიტაშვილი, როგორც ისტორიაშია ცნობილი, განუდგა მეფეს განუდგა და ესე იგი შემდეგ როგორ ჩანს ინანა ამაზე რა და შემდეგ ესე იგი თხოვნი და წყალობის შეწყალება ეთხოვა მეფისგან და ამის საბუთიც არსებობს და მე მინდა ამონარედი გავაკეთო აგერ ამიდან ყმობის წიგნში წერია ასე იგი ასეთ რაღაცა ჩემის ცოდვითა და უკეთერობით ურჩობა მოვინდომე და თქვენი ბატონყობა უარყავ და ბატონთა ჩივილი დავიწყე და თქვენი ყმებისაგან გათავისუფლება მოვინდომე ბატონი გამწყრომოდა და რომელიც თქვენთვის მამა პაპათაგან წყალობის მამული მქონდა იმ მამულსაც და 100 ხუმანი სინჯიკაშვილების სახსარი რომ მეჭირა ის ყმა და მამულის და ეს თეთრი ჩემთვის უნდა გამოერთდა და თქვენთვის მიებარებინა ახლა მოვიდა შემოგეხოცდა ჩემი დანაშაული მაპატიეთ რომ რადგან თქვენთვის მამა პაპის ედმურად სამსახურები კაციშვილი ვიყავ და შენი მემკვიდრე აზნაურიშვილი ვიყავ აქედან გამომდინარე ის ჩანს რომ ესე იგი ოსიტაშვილებმა შეინანეს ეს თავიანთი დანაშაული და ესე ვითხოვეს მეფეს რომ შეწყალება და იმ პრივილეგიების აღდგენა რაც მათ ჰქონდათ საუკუნეების განმავლობაში აი ამ სოფელთა მიმართებაში 1793 წლის გეორგიევსის ტრაქტატის დროს
როცა ესე იგი მეფე ერეკლე მეფე თავადაზნაურთა სიები გადასცა ესე იგი რუსებს ქართკახეთის უпроსტորად და ქართკახეთის თავადაზნაურის სახელი გადასცა ესე იგი რუსებს აქ იმას ტრაქტატში მოხსენებულია ოსტაშვილების გვარი როგორც ტახტის აზნაურების გვარი 1800 შემდეგ ესე იგი როცა ესე იგი მასთან მოგვიწია ჩვენ რუსები შემოვიდნენ ასე თქვათ ჩვენი ანუ დაგვიფხრეს ასე თქვათ რუსებმა თავიანთი კანონები რო შემოიღეს და თავიანთი ბიუროკრატიული აპარატი დანერგეს საქართველოში თქვენ მე ძალიან ბევრჯერ მithქვია და კიდევ ვიმეორებ მინდა გავიმეორო რომ ესე იგი ძალიან ბევრმა გვარმა ესე იგი თავიდან ვერ დაამტკიცა თავიანთი აზნაურული თავადური წარმომავლობა და ვის ვერ დაამტკიცა თავიანთი თავადაზნაურული წარმომავლობა ყველა აიყვანეს რუსებმა აიყვანეს დროებით ვალდებულ გლეხებად და აი ამ გვარმას როგორც ჩანს კი 1793 წელს კი ესე იგი გადასცა ერეკლემ კი გადასცა სია და სადაც იყვნენ მოხსენებული მაგრამ ჩვენთან ასე იყო მიღებული ყოველთვის როცა ესე იგი თავადაზნაურობას მარტო ერთ ოჯახს კი არ აძლევდნენ თავადაზნაურობას ანუ მთელ გვარს აძლევდნენ თავშოთ რომელიღაც სოფელში იყო თავშოთ ოსიტაშვილი და მოსიტაშვილებს ერთს კი არ მისცეს თავადაზნაურობა მისცეს მთელს გვარს მაგრამ რუსეთში ეს და სხვანაირად იყო რუსეთში გვარს არ აძლევდნენ ამას აძლევდნენ ოჯახებს აძლევდნენ და ამიტომ ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა თავადაზნაურული წოდების გარეშე დარჩა და ვიც მიიტანდა დაუშვათ მე საბუთს და დაუშვათ რაღაც დამამტკიცებელი საბუთს რომ მისი წინაპარი ყვაზნაური იყო მაგას ყველას უმტკიცებდნენ მე იმას და როგორც ჩანს ოსიტაშვილებიც ამისთანა დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და მხოლოდ 1834 წელს შეძლეს ესე იგი თავიანთი აზნაურული წარმომავლობის დამტკიცება და დეპარტამენტმა ჰერალდიის დეპარტამენტის მესამე განყოფილებამ 1834 წელს ამ გვარს დაუმტკიცა თავიანთი ესე იგი კუთვნილი აზნაურული წოდება. მე მინდა პეტრე ომიკაშვილი რომელმაც ამ სოფელში იმოგზაურა და ჩანაწერები გააკეთა თვითონ სოფლის თაობაზე და აი ამ ციხესიმაგრის თაობაზე და იმის თაობაზე თვითონ გვარის თაობაზე ერთი ასეთი ლექსი ჩაიწერა რომელიც შემორჩენილია ამ სოფელში დღესაც შემორჩენილი და მინდა ეს ლექსი წაგიკითხოთ ჰაი შენ ოსიტაშვილო ზიხარ ნაუზის ჭალასა 60 კაცით მოგივლი მე ვნახავ შენსა მარანსაო და მე ოსიტაშვილები პასუხი გასცეს როგორც ჩანს 60 კაცი დაგახდა თუ კი არ მორეკ 300-სა აგრე გავხდი საქმესა ხელით ეძებდეს ალაქსა ლოგინეს ვეყარ ყვევდეს ეზიდებოდეს ჭალასაო ხო ძალიან სახასიათო ის არის ლექსია და მე მგონი სამწუხაროდ თუ რა ძლიერები და რა ისეთი გვარი იყო რა ძლიერი გვარი იყო თვითონ ოსიტაშვილები მე მინდა ერთი ორი ისეთი აი ციხესიმაგრეზე ეს ციხესიმაგრე აგერ რასაც ახლა თქვენ ხედავთ აქეთ საკმაოდ დიდ მანძილზეა გადაჭიმული როგორც ჩანს აქ თვითონ ეს იყო გალავანი იყო სადაც მარტო ოსიტაშვილები კი არ იყვნენ დავუშვათ გამაგრებულები როგორც ჩანს სოფელსაც ემსახურებოდა ეს და სოფლისთვისაც იყო ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა თვითონ ომიანობის პერიოდში აქ როგორც ჩანს ნასახლარიც არის პირდაპირ მიმულია ეს არის ძალიან ადრინდელი არ უნდა იყოს ეს რაღაც დაახლოებით ძველი გვიანფეოდალური ხანის შეშენობა ნაგებობა როგორც ჩანს მაგრამ საქართველოში არ არსებობს დიდი და პატარა ნანგრევი საქართველოში ყველა ნანგრევი ყველა ნასახლარი არის ისტორიულია და ყველა ნასახლარში არის რაღაც სული ბუდობს რომელიც უშუალოდ აი ამ კედლებში ინიცის რამდენი ადამიანს უცხოვრია თავისი ისტორიები და თავისი რაღაცა თავგადასავლებით რამდენი ბრძოლის და ომის მომსწრეა რამდენი გამარჯვების და რამდენი წაგების და რამდენი ტრაგედიის მომსწრეა ეს ყველაფერი და ეხლა დღეს აგი ხედავთ რომ სავალალო მდგომარეობაშია ფაქტურად განადგურებულია ეს ყველაფერი და ეს არის ძალიან გულდასაწყვეტია მე მაგალითად ასე მოიქცეოდი და თავრობის ადგილზე რო ვიყო ამას ჯერ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი რატო არ ინტერესდება ამ ყველაფრით ეს არის ჩემთვის გასაკვირი და შემდეგ ამას უნდა მიენიჭოს ყველა ვარიანტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მიენიჭოს და მე მაგალითად ამ ყველაფერს აღვადგენდი და აქ როგორც დასავლეთ ევროპაშია მიღებული და არა მარტო დასავლეთ ევროპაში
რაღაც კულტურული დაუშვათ აი სოფლისთვის იქნებოდა ძალიან აი დაუშვათ მუზეუმს გავაკეთებდი ან მუზეუმს გავაკეთებდი ან გავაკეთებდი აი ჩვენ პროექტი ქონდა ასეთი რომელსაც განხორციელება რა ვიცი გვინდა რომ განვახორციელოთ მაგრამ ჯეჯირობით ვერ ვახერხებთ აი გვარების მუზეუმი დაუშვათ რეგიონების მიხედვით სოფლებში დაუშვათ ამ სოფელში რა გვარები დაუშვათ აქ არის 670 ადამიანი ცხოვრობს დღეს ამ სოფელში 670 ადამიანი და დაახლოებით ერთი 100 გვარი ხო არის კაცო ამ 100 გვარის ისტორია შეიძლება რომ დაწერილიყო და აქ როგორც სამუზეუმო ექსპონატი ისე ვიღაცა მოვიდოდა ან დაუშვათ შეიძლება რაღაცა ესეთი ღონისძიებები აღვედგინა დაუშვათ მე-17 საუკუნის ყოფა-ცხოვრება აღვედგინა იმ პერიოდის და ეს იქნებოდა მიუზიდველი იქნებოდა არა მარტო დაუშვათ ისტორიკოსებისთვის არამედ ტურისტული ისიც შეიძლება რაღაც დაგეგმილიყო აქა და ძალიან კარგი სოფლისთვის კარგი იქნებოდა და ჩვენი მომავალი თაობისთვის კარგი იქნებოდა რა ვიცი ეს თუ განხორციელდა და თუ ასეთი სრულობა მიეცა ამ ყველაფერს იქნება ძალიან კარგი ხო და თუ დაუშვათ ჩვენი მთავრობა და ჩვენი სოფლის დაუშვათ სული ჩამგველები და ასე თქვათ პატრონები და ეს თვითონ სოფელი და თვითონ ძეგლთა დაცვა თუ გამოიჩენს სათანადო ყურადღებას ამ ყველაფერს მიაქცევს ყურადღებას ეს იქნება ძალიან კარგი იმიტომ რომ ამისთანა კარგი სასახლის და ნასახლარის ასე მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება და ეს არის ცოდვა და დანაშაულია ჩვენი მომავალი თაობის მიმართ ეს იყო სულ რაც უნდა მეთქვა უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და გვიყურეთ საქართველოს სამეფო კლუბის არხია YouTube არხზე და მინდა ესე იგი თუ გაინტერესებთ ჩვენი გადაცემები და წვომა გექნება თუ დაუშვათ გამოიწვიეთ ჩვენს არხს უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრებივა